გააქტიურებული ენტეროვირუსი და შეწყვეტილი სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში. Როგორ აპირებენ ქვეყანაში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას და რა პრევენციები დაიგეგმა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების კოორდინაციის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით ზესტაფონში ენტეროვირუსული მენინგიტით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება, დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 26 მაისის ჩათვლით მაინც შეწყდა. გაიცა შემდეგი რეკომენდაცია, რომ დაწყებით 1-6 კლასში შეწყდეს სწავლა და ეს 2 დღე 22 და 23 მაისი ანაზღაურდეს შემდგომ შაბათის ხარჯზე. ამ წუთის მდგომარეობით ზესტაფონის რესურს ცენტრში არ შემოსულა ინფორმაცია დადასტურებული, რომ ნამდვილად არის მენინგიტით ვინმე ავად, ანუ იყო რაღაც ვარაუდები, რამოდენიმე სკოლამ შეგვატყობინა დღეს, რომ მათი მოსწავლეები არის სუდად, თავის ტკივილი აქვს რაღაც, მაგრამ ოფიციალურად ჯანდაცვის სამსახურის მიერ აღიარებული არ არის, რომ ეს არის ნამდვილად მენინგიტი, ასე რომ ამ წუთისათვის ჩვენს რაიონში საგანგაშო სიტუაცია ამ ხრივ არ გვაქვს. დღეს რესურს ცენტრში ამ საკითხებთან დაკავშირებით სკოლის ხელმძღვანელები და ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ის პრევენციული ღონისძიებები დააკონკრეტეს, რომელიც სკოლაში მომდევნო 2 დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. მიმდინარე ეტაპზე რაიონში მენინგიტის შემთხვევას ადგილი არ აქვს, დაფიქსირებული არ არის ოფიციალურად და თუ რაიმე მსგავს შემთხვევას ადგილი ექნება, აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში სათანადო ორგანოებს. ეხლა რაც შეეხება თვითონ დაავადება, ეს არის მენინგიტი. მენინგიტი არის ვირუსული წარმოშობის, არსებობს სხვადასხვა წარმოშობის მენინგიტები, ეს არის ბაქტერიული წარმოშობის, მაგრამ აი ამ პერიოდში დაფიქსირებული მენინგიტები არის ვირუსული. რომელიც უფრო მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და მისი გადაცემის მექანიზმი არის ფეკალურ-ორალური მექანიზმი. ძირითადად ძალიან ეფექტური არის მენინგიტის გადამდებლობის საქმეში მისი პრევენცია, რაც მოიცავს ძირითადად ხელების ხშირ დაბანვას და ანუ განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში, საპირფარეშოებში სველი წესით დასუფთავებას, დღის განმავლობაში საკლასო ოთახების განიავებას, გასუფთავებას, თუ ორცვლიანი სწავლება არის 2-ჯერ ყოველი წლის დაწყების წინ ოთახების განიავებას, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუ კი ჩატარდება თვეში ერთხელ სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება და რაც მთავარია, არ უნდა იყოს ჯგუფურ ადგილებში, თავშეყრის ადგილებში ზედმეტი, ანუ ახლო კონტაქტი დაავადებულსა და ვთქვათ ჯანმრთელ ადამიანს შორის. სპეციალისტები ენტეროვირუსის კლინიკურ ნიშნებზე საუბრობენ და იმასაც განმარტავენ, რა შემთხვევაში აუცილებელი პაციენტის სტაციონარში მოთავსება. დაავადება იწყება შემცირებით, მაღალი ცხელებით, თავის ტკივილით, ჩაერთვა გულისრევა, ღებინება და შეიძლება ატყობა გონება დაკარგოს. იმ შემთხვევაში თუ მენინგიალური სინდრომები ჩაერთვა, მაშინ ვაგზავნებთ სტაციონარში. თუ არა ამბულატორიულად ყურადღება ენტეროვირუსული ინფექციის შესაძლებელია. გადადის ფეკალურ-ორალური გზით. ამიტომ დედები და ოჯახის წევრები ვალდებულია ბავშვებს საპნით დაბანონ ხელი 2-ჯერ, 3-ჯერ დღეში, რომ ეს პირში არ მოხდეს ინფექცია. პროფილაქტიკა არის ხელის დაბანა, პირადი ჰიგიენის დაცვა და ბავშვები შესანიშნავად გადააგდეს ინფექციას. 3-დან 5 დღემდე მიმდინარეობს დაავადება და გამოსავალი კეთილსაიმედოა. რაც შეეხება სასწავლო პროგრამის კომპენსირებას სკოლებში, ადმინისტრაციები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის მოახერხებენ გაცდენილი საათების ანაზღაურებას. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს ზეიმობს. დილიდან მრევლის საყავრიაში დიდი წმინდანის სახელობის ტაძართან შეიკრიბა, სადაც ტაძრის წინამძღვარმა მამა დავითმა წირვა-ლოცვა აღავლინა. მოგვიანებით ამ დღეს აღსანიშნავი ლიტანიობა საყავრის უბანში მოეწყო. ილოცავთ წმინდა ნიკოლოზის ნაწილების აღმოყვანებას, ეს ხდება მიროლოგიიდან გადასვენება ბარში და ეს ტაძარი საყავრიაში ბრძანდება სწორედ წმინდა ნიკოლოზის სახელობის. ულოცავ სრულიად საქართველოს იგივე ნიკოლოზობის დღესასწაულს. დღევანდელ დღეს ჩვენ გვინდა ტრადიციად
დავაწესოთ, დავამკვიდროთ ამ ეპარქიაში წმინდა ნიკოლოზის ამ დღეს, ხსენების დღეს, როდესაც ნაწილები აღმოსვენდება. ჩვენ გვინდა რომ ლიტანიობით შემოვაროთ საყავრიას ჩვენ მრევლთან ერთად და ასევე ტაძრის თავზე გვაქვს ჯვარი, რომელიც დაგემართება დღეს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჯვარი ურწმუნოთათვის არის სიცოფე, ხოლო მორწმუნეთათვის მადლი და სიყვარული. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული მადლი და სიყვარულის უფლებს საყავრიაში და მთლიანად ზესტაფონში მიულოცავ ყველა მორწმუნე მრევლს, ყველა მართლმადიდებელს და უსურვებ სიმტკიცეს და დიდხანს სიცოცხლეს. წმინდა ნიკოლოზი ბავშვობიდან იყო გამორჩეული. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჩვილი ნიკოლოზი ოთხშაბათს და პარასკევს უფლის პატივისცემის ნიშნად მარხულობდა და დედის რძეს არ იღებდა. ქართველები მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას, სიყვარულსა და პატივისცემას იჩენენ. ეკლესია, რომლის გუმბათზეც დღეს ჯვარი აღიმართა, მისი პატივისცემის ნიშნად აშენდა. ტაძრის მშენებლობა 3 წლის წინ დაიწყო. მრევლისა და ქტიტორის ძალისხმევით ამ დღისთვის ბრინჯაოს ჯვარი დამზადდა და ტაძარზე აღიმართა. ყველა სულაცა, χριστოსა საქართველოსა და თითოეულ ქართულ სულაცას თელავდეს. საინფორმაციო ფორმატის გადაცემა ანაბასისში, ზედმიწევნით ზუსტი გათვლითა და სტანდარტის დაცვით. ერთ გამოშვებაში მოქცეული ინფორმაციები კლასში მიმდინარე აქციის შესახებ, ჩართვები ქვეყნისა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ცნობები მეგობრებზე, ამბები სპორტსა და მოდაზე, კლასის გურმაზე და რა თქმა უნდა ინფორმაცია ამინდის შესახებ. მოკლედ ყველაფერი მოვლენების ცენტრიდან, ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის დაცვით. ეს ანაბასისის მეოთხე ბ კლასის ორიგინალური საღამოა საინფორმაციო გამოშვების სტილში გადაწყვეტილი. ჩემო პატარებმა გადაწყვიტეს მართალი სიტყვა მიეტანათ საზოგადოებისათვის საერთოდ ეს ამას როგორც საინფორმაციო გამოშვება აკეთებს. მოსიჯეს ჟურნალისტობა. ვინც ის რამდენი აქედან შეიძლება მართლა გახდეს ჟურნალისტი, ერთ ორს უკვე გაუჩნდა სურვილი, რომ მე მინდა ჟურნალისტი გავხდეო. მართალი სიტყვის მიტანა ხო ეს აუცილებელია საზოგადოებისთვის და სიმართლით სიარული ეს ხო ცხოვრების კრედოა ყველა ნორმალური ადამიანისათვის. ჩემი პატარებიც ეცდებიან, რომ ყოველთვის მართალი სიტყვა თქვან და თუ კი მათ შორის რომელიმე მართლა იქნება ჟურნალისტი, შეიძლება დღევანდელი დღის გავლენაც იყო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი იქნებიან ჭეშმარიტი ჟურნალისტები, ყოველთვის მოვლენების ცენტრში იქნებიან და ყოველთვის სიმართლეს იტყვიან. რაც პატარა ვიყავი, სულვიდა და ჟურნალისტობა. დღეს საინფორმაციო გამოშვებაში ჩვენი ამ მეოთხე კლასის ამბავს აღწერთ. ჩვენ დღეს პირველად გადავდგით ჟურნალისტიკაზე ნაბიჯი, დრო გავა და ალბათ გავხდებით ჟურნალისტები. იმისათვის, რომ ანაბასისის საინფორმაციო გამოშვება ბოლომდე დახვეწილი ყოფილიყო, პატარებმა ცნობილი თეატრალი ბადრი ტაბატაძე დაიხმარეს. სანამ დაიწყებოდა ღონისძიება, ძალიან ნერვიულობდი და ეხლა გახარებული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიება შედგა და ძალიან ბრწყინვალეთ. კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში, რომ თავდაუზოგავ შრომას აუცილებლად მაღალი შედეგები მოაქვს და ეს დღევანდელმა აი ჩვენმა ნიჭიერმა ბავშვებმაც დაგვიდასტურეს. სადაც არის შრომა, იქ შედეგი ყოველთვის არის. ერთი გამოშვებით მეოთხე კლასელები შეეცადნენ თავიანთი ჯგუფის შესახებ ობიექტური და დამაჯერებელი ინფორმაციები მიეწოდებინათ აუდიტორიისათვის. ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ეს ნამდვილ საინფორმაციო არხებზე ხდება ხოლმე, მხოლოდ ერთი განსხვავებით. მთელმა გამოშვებამ რეკლამის გარეშე ჩაიარა, თუმცა ის თავად იყო, როგორც ჯგუფში მიმდინარე მოვლენების ხმაურიანი აფიშა და საინტერესო კადრი.